დიდი სიყვარულით მოგესალმებით. ახალ ადამიანებო, ვინც პირველად შეხვდით ამ ვიდეოს და ვისთვისაც არის ჩვენი სივრციდან ეს ვიდეო პირველი. ასევე მოგესალმებით არსებულ არხის წევრებო, დიდი სიყვარულით შენი სულიერი სივრცის და თითოეულ თქვენთაგანს მადლიერების ენერგიას ვუგზავნი, ვინც სიყვარულს და სითბოს აგზავნის ჩვენი არხის მადლიერებას, ასევე აგზავნის ჩვენი არხის და სითბოს ჩემი მიმართულებით, უღრმესი მადლიერება ჩემგან და სიყვარულის ენერგიები თქვენ ჩემგან. გავაკეთოთ სიგნიფიკაცია, რათა მიხვდეთ გაშლა თქვენ გეკუთვნით თუ არა. მომავალი ერთი კვირის ენერგიები, ენერგოფონი ადამიანების ვისთვისაც უნდა იყოს გაშლა, რა ენერგიებში გადავლენ შენი სულიერი სივრცის წევრები მომავალი ერთი კვირის განმავლობაში, სამყაროსგან რა ენერგიებში გადადიხართ. აქ იფიქრეთ იმ საქმეზე, რომელი საქმეც არის გადაწყვეტილების პროცესში. როგორ გადაწყდება თქვენს მიერ ჩაფიქრებული, ეს თვითონ აქ გადმოვარდა, სიტუაცია, როგორ გადაწყდება თქვენს მიერ ჩაფიქრებული სიტუაცია. მე მგონი ცოტა დიდი გაშლა გვექნება, მოემზადეთ. რა მოხდება მომავალი ერთი კვირის განმავლობაში საქმიანობაში, სამსახურში, ნახოთ. როგორი იქნება ფინანსური შემოდინება მომავალი ერთი კვირის განმავლობაში? როგორი იქნება ფინანსების შემოსვლა მომავალი ერთი კვირის განმავლობაში? შეიძლება თუ არა რამე შენს პირად სასიყვარულო ურთიერთობაში მომავალი ერთი კვირის განმავლობაში. ახდასტები აღარ მეტება. დავიწყოთ. პირად დიაგნოსტიკებთან დაკავშირებით გეტყვით 2-20 სიტყვას ძვირფასო ადამიანებო, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ეს კითხვები შემოდის ხოლმე და რო იცოდეთ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით არ დაიღალოთ არც თქვენ და იცოდეთ რა ფორმატით მიმდინარეობს. არის რამოდენიმე მიმართულება პირადი გაშლების, ეს გახლავთ ჩვეულებრივი სტანდარტული გაშლა, ფიქრი, გრძნობა, მოქმედება და ასე შემდეგ. სტანდარტულ გაშლას ვეძახე, რაც იმ არსებულ სიტუაციაში, ასე ვთქვათ, ადამიანის მიწიერი მდგომარეობიდან გამომდინარე აინტერესებს ადამიანს, ეს არის სტანდარტული გაშლა. არის მეორე გაშლა, რომელიც არის ღრმა კარმული გაშლა, უშუალოდ ამ არსებულ პარტნიორთან მიმართებაში.
სული რას გადის დაუშვათ აი არის ერთი და იგივე სიტუაციები თქვენს ურთიერთობაში და ვერ აღწევთ თავს, ვერ იგებთ რა ხდება, რატო არის მიდი, მოდი, რატო არაფერი იცვლება და ასე შემდეგ. აი ამის ღრმა გარჩევა თავისთავად პირადი ურთიერთობის მიმოხილვა, გრძნობა, ფიქრი, მოქმედება, განზრახვები და ასე შემდეგ, ანუ მიწიერი მდგომარეობა პლუს სულის დონეზე განხილვა და გამოსავალი, რა თქმა უნდა, როდესაც ინფორმირებული ადამიანი ავტომატურად მე არჩევანს თვითონ აკეთებს გამოსავალი მოძებნოს, გამოვიდეს, ანუ თავისი თავი დატოვოს იმ სიტუაციაში, რა სიტუაციაშიც არის, იმ მხრივაც, რომ შეცვალოს რამე, ანუ გააცნობიერო ადამიანმა რამე, ანუ შენ გააცნობიერო თუ არა რამე, მიიღო ამაზე გადაწყვეტილება შენ თვითონ, თუ იგივე პოზიციაში დატოვო შენივე თავი, იმიტომ რომ როდესაც ჩვენში ხდება გაცნობიერება, ავტომატურად ხდება ცვლილება, ხო? რაღაცის ცვლილება, რაღაცა რო გავიაზრე, დაუშვათ რაღაცა არ ვიცოდი, ვიქცეოდი ასე, რაღაცა გავიაზრე, გავიგე, უკვე ანუ სხვანაირად ვაკეთებ, ავიღე მიმართულება, ავტომატურად იცვლება სიტუაცია. ავტომატურად მთლიანი სიტუაცია იცვლება ურთიერთობაში, გამიგე? ეს გაშლა და არის მესამე მიმართულების გაშლა, რომელიც კეთდება ბედის მატრიცასთან ერთად, რაც მოისაზრებს, ანუ მე ფაქტიურად ამ მეორე გაშლაში ბედის მატრიცას ვაკეთებ ოღონდ ტაროს ინსტრუმენტებით და მესამე ფორმატში უშუალოდ სადაც კეთდება პირდაპირ ბედის მატრიცა პლუს ეს ორივე გაშლა, რაც აქ ვთქვი და ეს ბედის მატრიცა არის შენი მინუს პროგრამების გაშიფრვა, რა პროგრამებით მოვიდა შენი სული მინუსებით, მინუს კარმებით, რა მინუს კარმები მოიყოლა შენმა სულმა ამ განსხეულებისას, ყველა მაგის ჩამონათვალი. თავისთავად გაშიფრვა ეს დაუშვათ პირად ურთიერთობაში როგორ ვლინდება, საქმიანობაში როგორ ვლინდება შენი მინუს კარმები, ფინანსებში როგორ ვლინდება და ნუ ხო, აი ეს სამი სფერო, სად როგორ ვლინდება შენი მინუს კარმები. თავისთავად როგორ უნდა დაპლიუსდეს ეს ყველაფერი. აქედან შეიძლება ბევრიც ჰქონდეს ავტომატურად ადამიანს გავლილი ცხოვრების განმავლობაში, ახლა ვინც 30 პლუსია თავისთავად რაღაცეები მუშავდება, იმიტომ რომ სული მოდის აქ ამ გზის გასავლელად, მაგრამ აი დაუშვათ რაღაცაშია გაჭედილი ადამიანი, უკვე იგებს, რომ რისთვის არის გაჭედილი და რა აქვს შესაძლებელი, რა მიმართულება აქვს ასაღები. ასევე ცალკე ბედის მატრიცა, თუ დაუშვათ გაშლა არ უნდა ადამიანს და მხოლოდ იმ პროგრამების გარკვევა უნდა, რა პროგრამებშია და რა უნდა შეცვალოს, ესეც ცალკეულად კეთდება და ასევე ცალკეულად არის ფინანსები და კარიერის ინდივიდუალური გაშლა. აქედან ფინანსები და კარიერის გაშლა ნებისმიერ სხვა გაშლას შეგიძლიათ დაუმატოთ და ისე ჩანიშნოთ კონსულტაცია. კონსულტაციას რაც შეეხება, ჩაწერა ხდება 1 კვირით ადრე. ანუ ჩაწერიდან 1 კვირის განმავლობაში მე-7 დღეს პირობითად 6-7 დღის ინტერვალია ხოლმე. გააჩნია რომელ გაშლას ირჩევს ადამიანი, იმიტომ რომ დიდ გაშლებზე დაუშვათ უფრო მეტი დროა ჩაწერიდან და სტანდარტულ გაშლებზე პირობითად და ის მიწიერ გაშლას, რასაც ვეძახი, მაგას ჩაწერიდან მეორე, მესამე დღესაც ვაკეთებ. აი ეს არის ჩემო-კარგებო, რასაც ძირითადად კითხულობს ადამიანთა კატეგორია, ფასებს რაც შეეხება, ეს უკვე ინდივიდუალურად გამოგიგზავნით, პირადი შეტყობინების ველში მოიწერეთ, ვისაც გაინტერესებთ, Facebook-ზე და TikTok-ზე. ასევე ეს ვიდეო აიტვირთება YouTube-ზეც და YouTube-ის მომხმარებლებს, ჩვენი არხის წევრებს დიდი სიყვარულით მივესალმები კიდევ ერთხელ და YouTube აუდიტორიას უღრმესი მადლობა ცალკეულად ძვირფასო სულებო, ჩემგან თქვენთან ისეთი აქტიური ვერ ვარ როგორც TikTok-ზე და ჩემ ამ პატარა დიდ ოჯახში უკვე, თუმცა თქვენს ჩვენი ოჯახის ახალი ოთახი ხართ და გიგზავნით უდიდეს მადლიერებას
სიყვარულს, სითბოს და პოზიტივს. ვინც ხართ YouTube-ზე და TikTok-ზე არ ხართ, შეგიძლიათ გადმოხვიდეთ ჩვენს სივრცეში, რადგან იქ ვაკეთებთ პირდაპირ ჩართვებს ხოლმე, სადაც გადავცემ ჩვენს ადამიანებს, ჩვენი ოჯახის წევრებს, ჩემს ენერგეტიკას, სიყვარულს, პოზიტივს, სითბოს და ვარ მათთან უფრო ახლო კომუნიკაციაში, ახლოს ენერგეტიკულად, ვიდრე მხოლოდ ვიდეოების სახით. YouTube აუდიტორიას მინდა მიუმართო, ვისაც ეს პირადი დიაგნოსტიკები აინტერესებს ასევე. შეგიძლიათ მოგწეროთ TikTok გვერდზე, შენი სულიერი სივრცე, inbox-ში და Facebook-ზე, შენი სულიერი სივრცე ეზოთერიკაში. სისხლო გვიყენია ყველგან და ყოველთვის. ახლა კი დავიწყოთ. ძვირფასო სულებო, ეს გაშლა იქნება შემდეგ ენერგიაში მყოფი ადამიანისთვის, ვინც გრძნობს ახლა და ამ ეტაპზე, რომ მასში ის კომფორტის ზონა, სტაბილურობის კომფორტის ზონა მიწიერ დონეზე, რომელიც შეიძლება 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, იმ კომფორტის ზონას ეხდება სახურავი. ოღონდ ეს თვითონაც ვერ ხდება, რანაირად ხდება. თითქოს ეს ბოლო პერიოდი შენს ცხოვრებაში ის სტაბილურობა, რომელშიც საკმაოდ დიდი ხანია ხარ, იშლება. ამას უნდა გრძნობდე. და რაღაცა ახალი შემოდის. ოღონდ ეს ახალი რა არის, ამას ჯერ ვერ ხვდები. თუმცა ხვდები, რომ ხდება ცვლილება. მომენტი არის დღის განმავლობაში, როდესაც შენს თავში ხდება სრული ქაოსი. წამოვა წარსული ფიქრები, წამოვა, აწმყო წამოვა მომავლის ფიქრები და ესე ირევა თითქოს ერთმანეთში რაღაცა გარკვეულ პერიოდს მერე გაივლის, ჩაწნარდება და ისევ სტაბილურად რჩები იმ სტაბილურობაში, როგორშიც აქამდე იყავი. მაგრამ ვერ ხვდები ეს რატომ გერევა თავში ეს ყველაფერი. თუ შენ ამ ენერგიებში მყოფები, მაშინ ეს გაშლა შენია. აქვე გეტყვი, რომ გრძნობ ამასთანავე, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს, როგორ ახალი უნდა შემოვიდეს. ახალი, განა ისე გრძნობ, განა ელოდები. გრძნობ, რომ ეს ყველაფერი რო ჩაუღრმავდე, შენ თუ ემოციური ადამიანი ხარ და აქცევ შენს ემოციებს, ყურადღებას შენ რო უღრმავდები, გრძნობ, რომ რაღაცა სიახლე, სუნით, ენერგიით, რაღაცით გრძნობ, კანით გრძნობ, რომ სიახლე უნდა შემოვიდეს. ოღონდ რა? ამას ვერ ადასტურებ. თუ იცანი შენი თავი, გადავიდეთ. მომავალი კვირის ენერგიები იქნება ჩემო ძვირფასო ადამიანო. შემდეგი. დიდი ხნის განმავლობაში იყავი ერთ ადგილას გაჩერებული და ერთი ნაპირიდან, მიუხედავად იმისა, რომ განახლებულად გრძნობდი თავს, ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლას, ნაბიჯის გადადგმას, ვერ ბედავდი რაღაცისკენ. რაღაცაზე ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავდი. უფრო იმ რაღაცა დეპრესიულ ემოციურ ფონში იყავი ჩარჩენილი, ოღონდ დეპრესიაში რო გითხრა, არა, უფრო რაღაცა სტაბილურად მოწყენილ ემოციებში იყავი ჩარჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ განახლებული იყავი. მომავალ და თითქოს რაღაცას გიწვდი და სამყარო ახალს, მაგრამ ვერც კი ამჩნევდი. ოღონდ ამას დაინახავ, რომ ამას გიწვდი და სამყარო ამ მომავალი ერთი კვირის მანძილზე, იმიტომ რომ ის გადაგასვლა ამ სტაბილური კომფორტის ბრჭყალებში ზონიდან მოხდება მომავალი ერთი კვირის განმავლობაში. მეორე ნაპირზე გადასვლა, თითქოს ემოციაში შესვლას ვერ ბედავდი, შეიძლება ურთიერთობაში შესვლას ვერ ბედავდი და იქ დაიწყება რაღაცა სიახლე შემოდის ურთიერთობის, ემოციურობის კუთხით, თითქოს შენს თავს იმ, აქ რაც ვთქვით, კომფორტის ზონის სტაბილურობიდან
გამოგაყვანინებს ენერგეტიკული ფონი, უშუალოდ მაღალი ძალების მიერ მონიჭებული ენერგია. გამოდიხარ, ახალ ემოციაში შედიხარ და ამას იგრძნობ მიწიერ დონეზე. საქმიანობასთან დაკავშირებით აქ თუ ბევრს გპირდებოდნენ, შეიძლება შენი შრომის სანაცვლოდ, აქ შეიძლება გქონდა ისეთი სამუშაო, სადაც შენი გონება იყო საჭირო. და იცით როგორ რაღაც იყო, შეიძლება აქ აძლევდით საშუალებას სხვებს, რომ რაღაცა გადაწყვეტილებები მიიღოთ, იცი? თქვენს ნაცვლად აკეთებდნენ რაღაცა ქმედებებს, თქვენ ამის გამო კრიზისულ ენერგიებში იყავით. და ეს ყველაფერი თქვენ ძალიან გულს გტკენდათ. ეს მთავრდება. მომავალი ერთი კვირის განმავლობაში ეს ყველაფერი მთავრდება, ის სხვა თუ აკეთებდა თქვენს თქვენ სხვას ფიქრობდით, სხვა აგინდოდათ გაიკეთებინა და თქვენს უფლებას სხვა იღებდა, მოდი ასე ვთქვათ, ეს მთავრდება. თქვენ, ვინც ახალ სამსახურში აპირებთ გადასვლას, ან ფიქრობდით, რომ ახალი სამსახურის დაწყება გინდოდათ, იწყებთ და საკმაოდ კარგი კოლექტივი შეგხვდებათ, ძალიან ემოციურად დადებითად იგრძნობთ თავს. ასევე სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით აქ იქნება წინსვლა, რაღაცა შეიძლება წავიდეს მივლინებაში, ან სამსახურიდან მოვიდეს ინფორმაცია, რომ სამოგზაუროდ მოგიწევთ წასვლა და ეს განაახლებს თქვენს ემოციურ მდგომარეობას, მთლიანად გადაგასხვაფერებთ და ძალიან კარგად გაგრძნობინებთ თავს, გაგანთავისუფლებთ ამ რაღაცა ფიქრითი კრიზისისაგან. ხო რა, დაისმენებთ ძვირფასო ადამიანებო იმ კრიზისული ფიქრებისაგან, რაზეც დიდხანს ფიქრობდით, გადაგედგათ თუ არა ნაბიჯი, დაგესრულებინათ თუ არა რაღაცა, მიგეღოთ თუ არა გადაწყვეტილება. ამ მხრივ გადადგავთ ნაბიჯს და განთავისუფლდებით ამ კრიზისაგან, რითიც ძალიან კმაყოფილი იქნებით. კი, არჩევანს ვერ აკეთებდით, აქ შეიძლება ძალიან დიდი შრომა გიწევდათ და არ ფასდებოდა. აქ ასევე სამსახურში გეტყვიან ამ გადაწყვეტილებას რომ მიიღებთ, რომ თითქოს სხვანაირად დაგაფასებენ, მაშინ გამოჩნდება თქვენი ნაშრომი. იცით ამას რომ იტყვით, მაშინ გამოჩნდება თქვენი ნაშრომი, მაშინ გამოჩნდება რას აკეთებდით, მაშინ გამოჩნდება თქვენი, ასე ვთქვათ, გონიერება და ეცდებიან, რომ ის რაც გწყინდათ, ხო, განგიკურნონ. აქ ვიღაცა განკურნებაში შემოდის, იმიტომ რომ თქვენი აღიარება მოხდება არსებულ სამსახურში, ვიღაცა გადადის ახალ სამსახურში. გადადის ყოველ შემთხვევაში მიდის ამ სიტუაციიდან და იქ სადაც წავა, თუ ამ კვირაში არ მოხდება თქვენი ეს ახალი სამსახურის პოვნას, აუცილებლად მოხდება და როცა მოხდება, გელოდება ძალიან კარგი კოლექტიური მდგომარეობა და საკმაოდ სიუხვეც. ფინანსებში როგორ იქნება მომავალი ერთი კვირა, აქ უდიდესი ცვლილებებია ძვირფასო ადამიანებო, აქაც განახლებაა თითქოს ის, რასაც ელოდებოდით დიდი ხანია და აქ თუ ფინანსების გამო რაღაცა ქმედებებს ვერ აკეთებდით,
ხო, აქ თუ ფინანსების გამო გინდოდათ რაღაცა გემოქმედათ, ან სადღაცა წასულიყავით და აი ამაზე იყავით დამოკიდებული, რომ ფული როგორ რანაირად საკმაოდ დიდი ხანია შეიძლება ეს დასრულდება, ამ პრობლემას გადაწყვეტ, იცით, რაღაც ინფორმაცია მოვა მაღალი ძალების მხრიდან იქნება ეს, ასე ვთქვათ, ისა რა ქვია, გადაჭრილი პრობლემა დასრულდება. ამაზე შინაგანი კონფლიქტებიც გქონდათ თქვენ და საბოლოო ჯამში ელოდებოდით რაღაცა შეტყობინებებს რა, აი მოლოდინის რეჟიმი რაღაცა თემა დასრულდება და აი ახალი განახლებული დადებითი კონტექსტში შემოსული ინფორმაცია, ემოცია, ხა მე ენერგეტიკულად უკითხულობ ენერგიის დონეზე, იმიტომ რომ საჯაროა გაშლა ფინანსურ კუთხესთან მიმართებაში რადიკალურად იცვლება სიტუაცია, დასრულდება ის რა მდგომარეობაც იყო აქამდე და შემოდის ახალი ინფორმაცია, რომელიც გაგანთავისუფლებთ იმ შებოჭილობისაგან, რის გამოც ფინანსური მიმართულებით იყავით შებოჭილი და ვერ მოქმედებდით. უფრო კიდე გითხარით, ანუ ფინანსების შემოსდის ამ ადამიანს მომავალი ერთი კვირის განმავლობაში, აქ უფრო სიღრმისეულად გვეუბნებიან, რომ ის სიტუაცია, რაც იყო აქამდე, ის მთავრდება და ახალი რაც იწყება, ეგ ყოველ შემთხვევაში დადებით კონტექსტშია, რომ გაგანთავისუფლებთ იმისგან, ანუ როგორც ჩანს, აქ ცოტა კრიზისში იყავით და მტკივნეული იყო რა, ეს ისა ეტყობა ტრანსფორმაციას გადიოდა სული ფინანსური კუთხით. აქ ბევრი სამუშაო მოგიწევთ, ანაზღაურებაც გექნებათ, შესაბამისი, ძალიან სასიამოვნო სამუშაო მოგიწევთ. თქვენ შეიძლება როგორი სიტუაცია იყო, იცი? აქ ბევრს მუშაობდით და რაღაცა, მაგრამ შეიძლება რაღაც პერიოდი არ გიფასდებოდათ კიდეც რა, ბევრს აკეთებდით, მუშაობთ არა, ბევრს აკეთებდით იმ საქმიანობაში და შეგეძლოთ გასვლა, შეიძლება ფიქრობდით კიდეც, მაგრამ მაინც არ გახვედით და დარჩით არსებულ პოზიციაზე და მუშაობდით აქედან გექნებათ შემოსავალი. ასევე მოგიწევთ ბევრი სამუშაო. საიდანაც მიიღებთ იდეალურ შემოსავალს ფინანსური მატერიალური კუთხით. სასიყვარულო ურთიერთობაში რა იცვლება? რა იცვლება ძვირფასო ადამიანებო და თქვენი გაჩერება, სტაგნაცია. ის პერიოდი, როდესაც იყავით დამოკიდებული იმ არც თუ ისე დიდხნიან, ანუ წარსულზე, რომელიც შეიძლება იყო ურთიერთობა 1-2 წლიანი, მეტ დიდხნიანი არა. და სადაც გიწევდათ აქ გაანალიზების პროცესი, მდგომარეობა. ეს გრძნობები ცოტა სირთულეებით იყო სავსე, რაზეც იყავით დამოკიდებული და აი ამ გრძნობებში მყოფს გიწევდათ იმ ყველაფრის ანალიზი, მენტალურ დონეზე. იმ ყველაფრის ანალიზი მენტალურ დონეზე, რომ თქვენ ემოციურად ამ ადამიანს დაუშვათ უფრო მეტსაძლევდით, ეს იღებდა და თვითონ ბალანსს არ აკეთებდა. ანუ ემოციური დისბალანსი იყო თქვენს ურთიერთობაში რა და ძალიან ბევრი რაღაცის ანალიზი გიწევდათ ოღონდ მენტალურ დონეზე. მამაკაცის ემოციურ მოქმედებასთან დაკავშირებით. კარგი და ამას რა უნდა გაეცნობიერებინა? უნდა გაგეცნობიერებინათ ის, რომ ეს იყო, ასე ვთქვათ, გონივრულად მენტალში, ეს იყო დისბალანსური მდგომარეობა და აქ უნდა დაგეჭირათ ბალანსი. გამოსულიყავით ბოლოს და ბოლოს იმ სიტუაციიდან, რომ აი დაუშვათ ისევ თქვენ გინდოდათ მიგეცათ მეტი, თქვენ გაგეცათ მეტი ემოცია და თქვენ გაგეზარდათ ეს ადამიანი, მოდი ასე ვთქვათ. თქვენ აღმზრდელად არავინ არ გნიშნავთ. გამიგეთ? რაღაცა როცა დისბალანსია ურთიერთობაში და ამას იგრძნობ, ხო, შეიძლება ერთხელ გაატარო, მაგრამ მეორედ უკვე თუ გინდა რომ შენ გაკვეთილში უკვე შესულად
იგრძნო თავი, მეორედ აღარ უნდა გაატარო, იმიტომ რაც უფრო შედიხარ და აკეთებ ამ დისბალანსს ურთიერთობაში, მით უფრო ტკივნეული ხდება ურთიერთობა. რატომ? იმიტომ რომ გაკვეთილს არ ვსწავლობთ და უფრო ვტკივარ, სადღაცა გავიაზროთ და ვისწავლოთ. აი ზუსტად ეს მომენტია და აქ ადამიანმა, როგორც ჩანს, გაიაზრა ეს მდგომარეობა და ახალ მამაკაცს გიგზავნიან ძვირფასო ადამიანებო. ახალი მამაკაცს აღვიძებენ, თითქოს გამოყავხართ თქვენი გაჩერებული დიდხნიანი პოზიციიდან, სადაც იყავით დამოკიდებული თქვენს წარსულზე, სადაც მიმდინარეობდა თქვენი განკურნება, სადაც მიმდინარეობდა თქვენი გაანალიზების პროცესია. აქ როგორც ჩანს დაასრულეთ და მაღალი ძალები გიგზავნიან ახალ სიყვარულს, ახალ მამაკაცს, რომელიც აქაც გამოჩნდა. ბედისწერა საგვარეულო. რომელიც საბოლოოდ დაასრულებს, აი ნახე როგორი სიტუაცია არის. გამოგაჯამრთელებთ იმ მდგომარეობიდან, რომ აი ძალიან გტკიოდათ, შეიძლება მართლა სხეულის დონეზეც გტკიოდათ, ტკივილი რა, ტკივილით გტკიოდათ სხეულის დონეზეც ისე იყავით, რადგან ეს ადამიანი არ მოქმედებდა, აქ მოხდება თქვენი გამოსვლა, გამოჯამრთელება ბედისწერისგან უშუალოდ. და მომავალში წასვლა. კი, ახალია. სადაც გელოდებათ სერიოზული ურთიერთობა. როგორ გადაწყდება, რასაც თქვენ ფიქრობთ, აი გაუგებრობა, რომ აზიარა ხართ, სად მიდიხართ, ეჭვები გღრნიან. შენ თუ სადმე გადასვლას ფიქრობ, შენ თუ ფიქრობ, რომ არ ვიცი რა გადაწყვეტილება უნდა მივიღო, ერთი აზრი აქეთ გეკაჩება, მეორე აზრი იქით, რეალურად გზას ვერ ხედავ, ვცდილობ, რომ არ შეჩერდე და იარო, ძვირფასო ადამიანო, მიენდე შენს ინტუიციას, როგორ გადაწყდება და წარსული გამოცდილება გეუბნებიან მიწიერ დონეზე, რაც გამოიარე, აი როგორც სინათლე, ისე აი როგორც ლამპა, ისე აანთე ეს წარსული გამოცდილება, არა ნეგატივის კუთხით, არამედ აი რა დადებითი მოგცა და უშუალოდ აი რაღაცა გამოვლილი გზებიდან რა მიიღე გამოცდილება და ის გამოცდილება გამოიყენე და შენ ინტუიციაც გეუბნება, ინტუიციას დაუჯერე, გეუბნებიან და იმის მიხედვით გადადგი ნაბიჯი. საკმაოდ დიდი გზა გელოდება, ანუ გრძელი მსვლელობა გელოდება იმ გზაზე, რომელშიც ფიქრობ, რომ გადავდგა თუ არა ნაბიჯი. ანუ როგორი რაღაცა იცი, უფრო რაღაცა წარსულისკენ იხრები, მაგრამ აი ეს რა გეგმაც გაქვს მომავალში რომ გადადგა ნაბიჯი, აი ამაზე ფიქრობ, რომ რა მელოდება და აქ გეუბნებიან წარსული გამოიყენე გამოცდილება და გადადგი მომავალში ახალი ნაბიჯი. აქ ასევე რაღაცას გაიგებ ისეთ წარსულიდან, რომელიც გიბიძგებს, რომ გადადგა ახალი ნაბიჯი მომავლისკენ. აი ესეთი იყო ჩვენი ერთი კვირის პროგნოზი. მე კი, რა თქმა უნდა, თუ იყო თქვენი გაშლა, გელოდებით ლაიქებში და კომენტარებში, ენერგომიმოცვლის სახით, რათა დაბალანსდეს ჩვენი ენერგიები, დალაიქეთ ვიდეო. რა თქმა უნდა, თუ აქამდე ხართ, ესე იგი თქვენი იყო ეს გაშლა. მე კი გისურვებთ ულევბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს და ყველაფერს საუკეთესოს თქვენს ცხოვრებაში. მადლობა სამყაროს, მადლობა სივრცეს, მადლობა მაღალ ძალებს და მადლობა თითოეულ თქვენთაგანს.